2012 წლის 15 მაისს საღამოს მირეკავენ, რომ თავისუფალია გადაუვადეთ სასჯელი და წაიყვანეთო. მაგრამ ეს სიტყვა წამოყვანა არ იყო ქალბატონო თეა, ეს იყო წამოხება. როცა ჩემი სიძე მივიდა ეზოში შემოიყვანეთ მანქანაო, კი შეიყვანა. პირდაპირ კიბეებთან მოიყვანეთ მანქანაო. როგორც უნდა ჩამოსულიყო, რომ იმ კიბეებიდან პირდაპირ მანქანაში ჩაესვათ. მე არ ვიყავი, ჩემი სიძე და ჩემი დაიყვნენ იქ და რომ გამოეყვანათ გვერდე ორივე მხრიდან ბადრაგებს, ფაქტიურად ხელით მოიტანეს. და ჩემ სიძეს გამწარებულს რომ დაენახა, ეთქვა რომ ეს ის არ არისო, ჩვენი არ არის ესაო. თუ არ მოგწონთ, მაშინ უკან შევაბრუნებთო. პასუხი იყო ეს. წამოიღეს ფაქტიურად. მხოლოდ 3 ვერ დადიოდა? გონზე იყო? კი, გონზე იყო. როდის გარდაიცვალა? 19-ში გარდაიცვალა. ესეც გამოუშვეს და იმიტომ გააკეთეს, რომ იმ სიას არ მიმატებოდა. კი, ამას დაარქვა ბევრად ადრე ვიდრე 2012 წელს მაშინდელმა სახალხო დამცველმა აკრძალებას ოზარ სუბარმა სიკვდილის ექსპორტი, რომ სტატისტიკა არ გაბევრებული იყო. ტერმინია. ტუღუშმა დაარქვა ამას სიკვდილის ექსპორტი, ხო რაღაცა გაუკეთებია იმ კაცს, ეს აუცილებლად მოხდება ჩვენ დასკვნაში. თუმცა ციხეებზე ზრუნვით ის არ გამოირჩეოდა.